გამოფხიზლით ხალხო, გამოფხიზლდით. ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ. მიიღეს კანონი, რომელშიც წერია, რომ თუ ჩვენ გვინდა მოვაწყოთ მიტინგი, არა აქვს მნიშვნელობა არაბულ ქალაქზე გვინდა ჩვენ მოვაწყოთ მიტინგი და ვიღაცას სხვა თემაზე უნდა. ეხლა ადრე იყო როგორ ჩვენ ვეუბნებოდით მერიას, რომ ჩვენ ვაწყობთ მიტინგს და აქ და აქ და მერე გვექნება მსვლელობა. ეხლა ახალი კანონი, ეხლა ხელისუფლებას უნდა მივწეროთ ჩვენ. ჩვენ გვინდა მიტინგის მოწყობა ვთქვათ რუსთაველის მეტროსთან. ისინი გვიპასუხებენ, რომ არა, რუსთაველის მეტროსთან არ შეიძლება. შეიძლება 5 ჯერ მიწერო და 5 ჯერ უარი გითხრას და ბოლოს შენ უნდა მოძებნო ადგილი და მე ეტყვი რომ ხუდადოვის ტყეში მინდა მე და გეტყვია რომ წადი ხუდადოვის ტყეში. აი ეს არის, ეს ხდება. აღარ შეიძლება არც სავალ ნაწილზე, არც ეგრეთ წოდებულ ტროტუარზე, აღარსად აღარაფერი არ შეიძლება. ხელისუფლება ცდილობს რაღაცა ვითარება გამოიყენოს და მიიღოს რაღაცა ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც საქართველოს იბრძოდა 30 წელი. ხელისუფლება მიიღო კანონი, რომელშიც წერია, რომ ჩვენ სიტყვების თქმის უფლება არ აქვს. ეს არავინ გულთან არ მეიტანა. დღეს უკვე კანონით არ შეგიძლია თქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. აკვირდებით, რომ არავინ არ ლაპარაკობს, რომ არჩევნები გაყალბდა. არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება. არავინ არ ამბობს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. აკვირდებით ამას. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მიაჩნდეს, რომ ხელისუფლება არაა ლეგიტიმური, მაშინაც კი როცა ეს ლეგიტიმურია. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ საფრანგეთში მაკრონი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ ნებისმიერ ფრანგს აქვს უფლება ჩათვალოს, რომ ის არაა ლეგიტიმური, გამოვიდეს და თქვას, რომ მაკრონი ჩემი აზრით არაა ლეგიტიმური. საქართველოში ეს არ შეიძლება. ჩრდილოეთ კორეაში და საქართველოში ეს არ შეიძლება. თუ ამას იტყვი, ბატონი კობახიძე ჯერ დაგაჯერიმებს და მე დაგიჭერს. ხდება ხელისუფლების უზურპირება და ხელში ჩაგდება. უკვე მოხდა, ეს უკვე მოხდა. თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედური. უკვე არის ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკვე არის უბედურება. ის რაც ხდება, რა ქვეყანაც ააშენა კობახიძემ, უკვე დიდი უბედურება. აქ სულ არ ელაპარაკი, რომ ამას კობახიძე არ აკეთებს, ამას ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილის და კობახიძეც ერთად აკეთებენ ამას, მაგრამ მთავარი რჩეველი და მთავარი იდეების გენერატორი აქ სწორედ კობახიძეა, თორე პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილიც და ისევ იყო ივანიშვილი ხელმწიფე, მაგრამ ეს არ ხდებოდა. პრემიერ-მინისტრი იყო ბახტაძეც, პრემიერ-მინისტრები იყვნენ კიდე, კვირიკაშვილიც პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ ეს არაფერი არ ხდებოდა მაშინ, იმიტომ რომ იმ პრემიერ-მინისტრებს ესეთი იდეები არ ჰქონდათ. ჩვენ რეალურად ვქმნით რაღაცა ტოტალიტარულ სახელმწიფოს. აი თურქმენეთში ბრძანდებოდა ეხლა თურქმენეთს ვაშენებთ აქ. აი წინა გადაცემაში ვთქვი მე, რომ იცით თუ არა თქვენ, რომ თურქმენეთში თეთრი ავტომობილებით უნდა იაროთ? აი თქვენ იცოდით ეს? არა. თურქმენეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ავტომობილი უნდა იყოს თეთრი. მას არ მოწონს ავტომობილის სხვა ფერი. და თურქმენეთში არ არსებობს არც ერთი მანქანა, რომელიც თეთრი ფერის არ არის. ფიზიკურად არ არის ეგეთი მანქანები.